Madam Somelies ორგანიზებით საქართველოში საერთაშორისო ღვინის მარკეტინგისა და მედიის ფორუმი 2025 გაიმართება. ეს არის პირველი ღონისძიება საქართველოში, რომელიც აერთიანებს ღვინის მარკეტერებს, ბლოგერებს, ინფლუენსერებს, დარგის სხვა პროფესიონალებსა და ექსპერტებს. ერთ-ერთი მიზანი კი გლობალური ღვინის მარკეტინგის აწმყოსო და მომავლის გაცნობა. სწორედ ფორუმზე საუბარს ვუთხოვთ გადაცემის მეორე ნაწილს, ამისთვის კი ქალების ნარატივში ნინი ქინქლაძე, Madam Somelies დამფუძნებელი და თავად სომელიე გვერდება ნინი, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა რა დამპატიჟეთ. უპირველესად მინდა მაყურებელს გავაცნოთ ამ ღონისძიების დეტალები. რას გაერთიანებს, რა არის ძირითადი სამიზნე, ფოკუსი? მოკლედ, ყველა დეტალი მინდა მიმოვიხილოთ ახლა ღონისძიების გარშემო. ესე იგი, მე თვითონ როგორც მარკეტოლოგმა და ღვინის ენთუზიასტმა გადავწყვიტე, რომ მომეფიქრა ისეთი პროექტი, რომელიც უფრო მეტ ცნობადობას მიცემდა საქართველოს როგორც ღვინის მიმართულებას და ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის მფლობელებს დაეხმარებოდა თავისი მომსახურება თუ პროდუქტები სათანადო დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე წარედგინათ. აქედან გამომდინარე იდეა დაიბადა, რომ Madam Somelie, როგორც თვითონ ღვინის კომუნიკატორი და ბლოგერი, ეპატიჟება თავის კოლეგებს მთელი სამყაროდან წელიწადში ერთხელ ჩამოდით საქართველოში, როგორც ღვინის აკვან ქვეყანაში და განვიხილოთ პრობლემები, ვიპოვოთ გამოსავალი. გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება და ვეზიაროთ ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას, გასტრონომიას, კულტურას და უბრალოდ გავიცნოთ ერთმანეთი უფრო კარგად. კი ბატონო, როდის ჩატარდება ღონისძიება და რამდენი დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს ყველაფერი? ივნისის ბოლოს, 26 ივნისს ჩატარდება თვითონ ფორუმი აკადემიურ ფორმატში და შემდგომში დაპატიჟებული სტუმრები, ანუ ეს ბლოგერები და მარკეტერები მიყვავს ღვინის უდიდეს ქართულ რეგიონში, კახეთში, სადაც რეალურად გავაცნობთ საშუალო მცირე და მსხვილ მოთამაშეებს ღვინის წარმოებაში. კი ბატონო. პირველადი შედეგებით რა გამოჩნდა? რამდენად გამოიწვია ინტერესი ღონისძიებამ? და რამდენად დიდ აქტივობას ელოდებით? ვინ არიან ამ დროის მონაცემებით ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ? გულისხმობ თქვენს კოლეგებს, როგორც ახსენეთ, მარკეტერებს, მათ შორის ინფლუენსერებს, ბლოგერებს, რამდენად წამოვიდა ინტერესი? ინტერესი ძალიან დიდია. და ამ ეტაპზე მხოლოდ 10 სტუმრის და 5 სპიკერის ჩამოყვანას ვახერხებთ. მეტი მოთხოვნა არის ნამდვილად, მაგრამ სხვადასხვა ადამიანები, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, იქნებიან როგორც სტუმრები ჩვენი ღონისძიების, ასევე თვითონ გაგვიზიარებენ თავის წარმატებულ ისტორიებს და გამოცდილებას. დიახ. კი ბატონო. მოკლედ, პირველი, ასე ვთქვათ, დღე იქნება ოფიციალური, ასე ვთქვათ, ფორუმი, როგორც მივხვდი და მერე უკვე გაგრძელდება სხვადასხვა აქტივობა კახეთში. აი, კახეთში რა არის უშუალოდ დაგეგმილი, ესეც რომ მოუყვეთ მაყურებელს? რეალურად ამოცანა რა არის, რომ საქართველოს როგორც ღვინის მიმართულება უფრო ცნობადი გახდეს და თან რომ საქართველოს ღვინის აკვანია ფართო მასებისთვის იყოს უფრო მეტად, ასე ვთქვათ, პოპულარიზებული ეს ინფორმაცია და ყველა აქედან გამომდინარე, ხა სოცმედია არის ძალიან ძლიერი მარკეტინგული საკომუნიკაციო ინსტრუმენტი და აი ამ ნიშური ბლოგერების ჩამოყვანით და ერთად მოგზაურობით ღვინის რეგიონებში, ანუ ყოველ წელს სხვადასხვა რეგიონს მოვიცავთ და წელს კახეთია. კახეთით იწყება მოკლედ ეს. კი, რა თქმა უნდა, ერთგვარი ექსკურსია და ჩვენ რეალურად ვესტუმრებით, იმიტომ რომ უნდა გაიცნონ თვითონაც, უნდა გადაიღონ კონტენტი და უნდა ეს გაუზიარონ თავის აუდიტორიას, ვინც ყავთ სოცმედიაში და აუცილებლად უნდა გაჟღერდეს, რომ ჩვენ ვართ აკვანი მეღვინეობის და მევენახეობის და აუცილებლად უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ფართო მასებს მთელ მსოფლიოში ქვევრის ღვინის ტრადიციაზე. მოკლედ, კონცენტრირება არის ქვევრის ღვინოზე, ხო, როგორც მივხვდი. მარტო ქვევრის ღვინო არა, თუმცა ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი ამ ეტაპზე, რაც ძალიან საინტერესოა
კი ბატონო. საერთაშორისო ასპარეზზე. თქვენ ახსენეთ სპიკერები და ის ადამიანები, ვინც ჩამოვლენ. თუ შეგვიძლია მათი ვინაობის გაჟღერება, უკვე ცნობილი თუ არის მათი სახელები და ვინ არიან ეს ადამიანები? ამ წამს მოლაპარაკებას ვაწარმოებ და რადგან საბოლოო პროცესი ჯერ არ არის, თავს შევიკავებ თქვენის ნებართვით. თუმცა ეს ვისაც ვეპატიჟებით, ეს არიან ადამიანები, ვინც ამ თუ იმ სფეროში საერთაშორისო ასპარეზზე თავისი სიტყვა თქვენს უკვე და მარტყავთ გვინდა რომ ქართველი მეღვინეები, ანუ ქართული კომპანიების თანამშრომლებისთვის, ვინც მოღვაწეობს კომუნიკაციის და მარკეტინგის დარგში, იქნება ეს ფორუმი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა პირველი პირისგან მოისმინონ და ისწავლონ რაღაცა გაუზიარონ ერთმანეთს ეს გამოცდილება და მიმართულებით და კომუნიკაციების მიმართულებით. როგორც ვიცი, დაიწყო ხო პაკეტების გაყიდვა, ასე ვთქვათ? კი, რეალურად საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც არის შესაძლებელი. ანუ ვისაც აქვს სურვილი, ანუ ჩვენ ვეპატიჟებით 15 ადამიანს, თუმცა ვისაც თვითონ ექნება სურვილი ჩამოვიდეს საქართველოში, მას შეუძლია შეიძინოს ეს პაკეტი ტურისტული და რაც ჩვენ მერე მოვემსახურებით ამ კუთხით. კი ბატონო, ადგილობრივებზეც ვრცელდება ეს შეთავაზება? შესაძლებელია რომ ადგილობრივმა შეიძინოს წამოყვეთ ამ მოგზაურობაში? იცით რა, მე ვფიქრობ ახლა რამ თუ ადგილობრივისთვის იქნება საინტერესო ჩვენთან ერთად კახეთში იმოგზაუროს, კი ბატონო. ოღონდ სპეც შემოთავაზებას გაუკეთებთ და ისე აუცილებლად ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო იქნება თვითონ ფორუმზე დასწრება და შეუძლია შეიძინონ ბილეთები. კი ბატონო. წინასწარი ეს გაყიდვები რას აჩვენებს უკვე? მათ შორის რამდენად წამოვიდა თვითონ ტურისტების დაინტერესებაც, რომ მსგავს აქტივობაში ჩაებან საქართველოში? რადგან პირველია ეს პროექტი, ცოტა დრო არის დარჩენილი და ევროპელისთვის თუ ამერიკელის ტურისტისთვის თავისი, ვთქვათ, ესეთი მოგზაურობა წინასწარი გეგმავენ ერთი წლით ადრე, ნახევარი წლით ადრე, აი ამ კუთხით რეალურად ამას მოველოდებოდით კიდევაც, რომ შეიძლება ბევრი ესეთ თავისი ჩამოსული სტუმარი წელს არ გვეყოლება, მაგრამ ქართველი მეღვინეებისგან ძალიან დადებითი კავშირია და დიდი ინტერესი არის. კი ბატონო. თქვენი შეფასებით რა მიმართულებით ჭირდება ქართულ ღვინოს პოპულარიზაცია? თქვენ როცა პირველად ეს იდეა გაგიჩნდათ, რა იყო ის მთავარი მოტივატორი, რატომაც გადაწყვიტეთ, რომ მსგავსი პროექტი შეგექმნათ და ჩართულიყავით ამ პროექტში? რა ნაწილში სჭირდება დღეს ჩვენს ღვინოს პოპულარიზაცია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე? მე ვამბობ, რომ სოცმედიაში უფრო მეტად იყოს სათანადო დონეზე წარდგენილი კონტენტი. ზუსტად ეს არის პლატფორმა მადამ სომელიეს იდეяც და მისიაც. ანუ ჩვენ ინსაიდერულ ინფორმაციას გაუზიარებთ საერთაშორისო აუდიტორიას ქართულ ღვინოზე, გასტრონომიაზე, კულტურაზე, ადგილებზე და ადამიანებზე, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. მე პირადად, იმიტომ რომ ეს თვითონ ბრენდიც მე შემარქვეს სომელიეს, ხერცურიანი სომელიეს სკოლა, რომ დავამთავრე, შემარქვეს მადამ სომელიე და აქედან წამოვიდა ამ ბრენდის დასახელებაც. ანუ რეალური ჩემი ღვინის სამყაროში მოგზაურობის ისტორია, საკადგილი, რომელიც უკვე 10 წელია, ხობი გახდა და ეხლა უკვე მთლიან პროექტად ვაქცია, რომელსაც სრულ დროს ვუთმობ. მიმართულებები გვაქვს, როგორც მედია კონტენტის შექმნა და მიწოდება, ასევე ბიზნეს კონსალტინგი, ანუ დავეხმარებით მცირე და საშუალო მოთამაშეებს, რომ უფრო სათანადო დონეზე ბრენდი შეუფუთოთ ბრენდი, შეუქმნათ სტრატეგია კომუნიკაციის და მე იმის შესრულებაში, ანალიზში და თუნდაც მე რაღაც კორექტირების შეტანაში. ასევე ტურები საქართველოში უფრო ისეთი კლიენტზე ორიენტირებული, მაღალი მომსახურების ღვინოსთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ენოგასტრონომიული ღვინო და გასტრონომია, ვისაც აინტერესებს თავის კულტურული ელემენტებით, რა თქმა უნდა. და ეს ღონისძიებები, დეგუსტაციები, მასტერკლასები და ნუ აი ესეთი მაისტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომ პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნებიდან და კონტინენტებიდან შეიკრიფებიან წელიწადში ერთხელ. ანუ ღვინოს მარკეტინგში მომუშავე ადამიანები და PR-ში, მედიაში შეიკრიფებიან ღვინის სამშობლოში ყოველ წელს. ეს არის მიზანი ჩვენი და ამითი
საქართველოს როგორც ღვინის საკვანი უფრო ცნობადი გახდება ფართო მასებისთვის და უფრო მეტ ტურისტსაც მოვიზიდავთ ამ პროექტის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რა არის ის შედეგები, რასაც ელოდებით და როგორც მივხვდი, ყოველწლიური ხასიათი ექნება, ხომ ამ ღონისძიებას ყოველ წელს ივნისი იქნება მუდმივად, თუ ეს შეიძლება შეიცვალოს. ვფიქრობ, რადგან მაისში ძალიან ბევრი ღვინის ფესტივალია საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა ეს, ალბათ ივნისში უფრო გავაგრძელებთ ამის ორგანიზებას. თუმცა დავაკვირდებით კიდე მოთხოვნას იქნებ და ცოტა სხვა პერიოდი უფრო ურჩევნოდეს, ან თვითონ მეღვინეს, ან თვითონ ღვინის სხვა მიმართულებით მომუშავე ადამიანებს. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ, თველის პერიოდით საინტერესო იქნება მსგავსი ღონისძიების და აქტივობის დასაგეგმადაც. ძალიან საინტერესოა, გეთანხმებით, თუმცა, როდესაც შენ მიყავს კომუნიკატორები, ინფლუენსერები მეღვინესთან რთველის პერიოდში, მას ნამდვილად არ ცალია იმისთვის, რომ სტუმრების სათანადოდ მასპინძლობისთვის, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე ნამდვილად უნდა გააკეთოს და აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ მაისის ბოლო ან ივნისის თვე იქნება კარგი პერიოდი, თუნდაც იმისთვის, რომ ვინც ამ კომუნიკაციის და კამპანიის ფარგლებში გადაწყვეტს მერე თუნდაც რთველში ჩამოსვლა და ისე ესტუმროს საქართველოს. რატო? ნინი, პაკეტების ღირებულებაზეც მინდა გკითხოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არიან დაპატიჟებული სტუმრები, უბრალოდ სურვილი აქვთ როგორც ახსენეთ, რომ ამ პროექტში ჩაერთო და საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან გეგმავენ საქართველოში მოგზაურობას და ერთ-ერთი რაც აქვთ გათვალისწინებული დღის წესრიგში არის სწორედ ეს შეთავაზება. გვაქვს სხვადასხვა პაკეტები, 5 ვარსკვლავიან, 4 ვარსკვლავიან თუ 3 ვარსკვლავიან სასტუმროში მოისურვებენ გაჩერებას და იმის და მიხედვით ფასი ვარაუდობს. თუმცა, ამ კუთხით ძალიან კარგი მრავალფეროვანია არჩევანი. ყველანაირი შესაძლებლობების მქონე ადამიანს ექნება საშუალება გვესტუმროს და ის მიიღოს მომსახურება იმ დონეზე, როდესაც თვითონ აქ მოთხოვნა და რა თქმა უნდა ეზიაროს იმ სტუმართ მასპინძლობას, რომელსაც საქართველოს ცნობილია, კი. ნინო, მინდა გკითხოთ მადამ სომელიას შესახებ. თქვენ ახსენეთ, რომ სწორედ თქვენი ინტერესიდან საქმიანობიდან ჰობად დაწყებული ამბავი, მერე იქცა ძირითად თქვენს საქმიანობად. რა არის მთავარი მიმართულებები? რა არის მისი საქმიანობის ძირითადი ასპექტები და რა არის მისი მიღწევები თქვენი შეფასებით დღეს? რა ეტაპზეა უკვე განვითარების? ჩვენი ესეთი პირველი პროექტი და სავიზიტო ბარათი გახლავთ ეს ღონისძიება, ღვინის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც წელს ჩატარდება. 2 წელია, რაც ამ პროექტზე ვმუშაობ, ანუ სრულ განაკვეთით ამ რესურსებს დაფამაში და ძალიან მიხარია, რომ წელს ტარდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა სპონსორს და მხარდაჭერს, როგორც სახელმწიფო მხრიდან, ასევე კერძო ბიზნესის. დიახ, ანუ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად არიან ჩვენი სპონსორები. მაკენ თბილისი და Discover Georgia-ც არიან ჩემი პარტნიორები და ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის პირველი ჯერისთვის. აუცილებლად. რა არის მადამ სომელიას გეგმები უკვე მომდევნო წლებისთვის? მადამ სომელია, როგორც გითხარით, პლატფორმა, ჩვენ გეგმავთ YouTube არხის ჩამოყალიბებას და მის ამუშავებას ასევე. ეს ღვინის ეს იქნება ღვინის დიახ, ანუ თვითონ მადამ სომელია, როგორც ვიწყებთ ღვინის აკვანიდან, ქართველი მანდილოსანი, ვისაც უყვარს ღვინო, გასტრონომია, ქართულად ხშირად ვიძახი ჭამასმა. და მოგზაურობა და მზად არის გაუზიაროს ეს თავისი გამოცდილება და ემოციები და ცოდნა მთელ სამყაროს. აი ამ კუთხით შემდგომში ვინც ამ კონტენტის მაყურებელი იქნება, თუ მოინდომებს საქართველოში ჩამოსვლას ჩვენ მოვემსახურებით, თუ და კიდე ქართველი საშუალო და მცირე ბრენდები, ვისაც ექნება სურვილი და აქვს საჭიროება, რომ მაღალ დონეზე პროფესიონალურად დავეხმაროთ მათ კომპანიის პროდუქტის თუ ბრენდის წარდგენაში, ჩვენს მზად ყოფნა გვაქვს.
კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, ნინი. წარმატებები ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელსაც ასე ელოდებით და ყველა სხვა მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის, ნინი. ქინქლაძე, მადამ სომელიეს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.